დავიბადე 1987 წლის 25 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. 17 წელია, რაც ემიგრანტი ვარ და საქართველოს გარეთ ვცხოვრობ. მე ვარ ცისნამი საყვარლიშვილი სტუმრად თამიასთან, რომ მოგიყვეთ ჩემი ისტორია. დღეს მოგიყვებით ემიგრაციის ისტორიას, რომელიც იწყება აეროპორტში პატარა შვილის დატოვებით. ეს არის გზა, სადაც დედა საკუთარ შვილს ტოვებს და იწყებს სხვა ქვეყანაში, სხვის ოჯახში მუშაობას, რომ უზრუნველყოს საკუთარი ოჯახი და შეუქმნას მომავალი შვილს, რომელიც სამშობლოში ელოდება. ჩემი პროექტის მიზანია გაგაცნოთ ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და მოგიყვეთ მათი ემიგრაციის ისტორია. ჩემი პროექტის მთავარი მხარდამჭერი არის TBC. TBC-ის მომხმარებლად რეგისტრაცია ძალიან მარტივია. შეგიძლიათ გადმოწეროთ TBC მობაილ ბანკის აპლიკაცია და ზუსტად 30 წამში დისტანციურად გახდე მომხმარებელი და გაიაქტივრო საბანკო პროდუქტები ფილიალში მისვლის გარეშე. ამისათვის კი დაგჭირდება მხოლოდ მოქმედი ტელეფონის ნომერი, SMS კოდის დასადასტურებლად და სელფის გადაღება ვინაობის დასადასტურებლად. რეგისტრაციის გავლისთანავე შენ ავტომატურად გაგეხსნება TBC-ის უფასო ბარათიც. თუმცა თუ გირჩევნია, რომ TBC-ის წარმომადგენელი დაგეხმაროს რეგისტრაციის გავლის პროცესში, შეგიძლია მიწეროთ TBC-ის სოცქსელებში, ვებგვერდზე ან იმეილზე და TBC-ის წარმომადგენელი დაგიკავშირდება უმოკლეს დროში და დაგეხმარება მთელი ამ პროცესის გავლაში. როგორ დაიწყო შენი ემიგრაცია? ძალიან რთულად დაიწყო, იმიტომ რომ არ ვაპირებდი არასდროს არც წასვლას, ყოველთვის საქართველოში ცხოვრება მინდოდა, ოცნებობდი რომ ყოლოდა ოჯახი, პირველი ბიჭი მინდოდა, ორი გოგო მინდოდა. ეს ხო იცი როგორც არ ვაპირებდი არასდროს. გაჭირვება მაიძულა, იმიტომ რომ 2008 წელს, როდესაც რუსეთმა დაიწყო საქართველოს დაბომბვა, მე ჩემი ყოფილი ოჯახი დედამთილი ბომბავდა ერთდროულად, და მოხდა ისე, რომ ოჯახი დამენგრა. ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი. 2 თვის ბავშვით ხელში ვიყავი, ხო? სამსახურს მე არავინ არ მომცემდა. იმდენი ვიწვალე, რა ვიცი, ხანსად ვიარე ხანს, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაკეთე და ამიტომ გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი საზღვარ გარეთ. დაგეტოვებინა ბავშვი, იმ მომენტში გააზრებული გქონდა, რას ნიშნავდა ბავშვის დატოვება? გაურებული მქონდა ტვინი, აი რაღაცნაირად გაბრუებული ვიყავი. იმიტომ რომ არანაირი შემოსავალი ჩემ ოჯახს არ ქონდა, ჩემმა ქმარმა არც ალიმენტი გადამიხადა, არც თქვათ ბინა მიქირავა, რომ ან რაღაცა რო ეკნა, რა ვეხოცებოდი რომ დამეხმარე რომ შვილი გავზარდო, რომ ემიგრანტი არ გავხდე. უბედური დედა ბედნიერ შვილს ვერასდროს ვერ გასდის და წარმოიდგინე 20 წლის ვიყავი მე, 20 წლის ბავშვი ვიყავი და 2 თვის ბავშვით ხელში. როგორი ცხოველი უნდა იყო, რომ გაიმეტო უსუსული ბავშვი დედა ძუძუზე მყავდა შვილი და გაუშვა გარეთ. გახსოვს ეს პირველი დღე, როდესაც შენი შვილით დარჩი სრულიად მარტო? როგორ არ მახსოვს, ჩემ გვერდით არავინ არ იყო საერთოდ. იცი რა იყო? ოჯახი ვერასდროს ვერ დამეხმარებოდა, იმიტომ რომ გაჭირვებული ხალხი იყო, ორივე სინათლეები იყვნენ, ჩემი გამზრდელი მშობლები და არავინ არ მყავდა მართლა. და მე ვინ დამეხმარა იცი? პატრიარქი. პატრიარქთან მივედი და აი გავიკეთე მის ნაჩუქარი ჯვარი. ვერცხლი ალერგიას მაძლევს, მაგრამ არ აუშავს ჯანდაბას, მეთქი ალერგია მომწის მირჩევნია, მაგრამ მაინც ვატარებ თქო. აი ეს პატრიარქმა გაჩუქა. კი, პატრიარქმა მაჩუქა 2008 წელს აგვისტოში. და სულ ვიკეთებდი და სულ გულით ვატარებდი, მაგრამ ამერიკაში აქ განმივითარდა ბევრი ალერგია და მათ შორის ვერცხლზე და ქავილი მეწყება და მაგრამ არ აუშავს. მომიყევი რა ეგ ისტორია პატრიარქს? მოგიყვები რომ დავრჩი მარტო ასე, სხვა სასასვლელი ვარ მქონდა, მივადექი საპატრიარქოს და ვუთხარი რომ პატარა ირაკლის შიულაშვილით ხელში ვარ და მინდა დიდი ირაკლის შიულაშვილის ნახვა. და დაცვა მეგრევე შემიშვა. რომ შევედი, ძალიან ცუდად ვიყავი, იმიტომ რომ უჭმელი ვიყავი, მახსოვს და ეგრევე მუხლებზე დავეცი. და პატრიარქმა წამომაყენა, დედავებმა წამომაყენეს და მოისმინეს ჩემი ამბავი, ვინ ვიყავი. ხო და რომ მოისმინეს ეგრევე დაურეკა უწმინდესმა ჩემ ყოფილ დედამთილს, მამამთილს, ჩემ ყოფილ ქმარს, იმღამესვე. და უთხრა, თან წარმოიდგინე, ხა გამწარებული ომის პერიოდია, ვის ცალია ცისნამის საყვარლიშვილისთვის, ხო? ისეთი დაკავებული იყო უწმინდესი, რომ ხალხი მოდიოდა შეხვედრები ჰქონდა. მაგრამ დაიბარა ესენი იმ ღამესვე
და უთხრა, კურთხევას გაძლევთო, რომ შერიგდეთო და მოკიდეთ ამ ბავშვს ხელიო და წაიყვანეთ სახლშიო. ბავშვიაო, პატარა ბავშვთო. წარმოიდგინე, რომ პატრიარქს რო არ დაუჯერებ, მის კურთხევას რო არ გაითვალისწინებ, რა ცხოველი უნდა იყოს ადამიანი. ხო და არ წამიყვანეს. დატოვეს მარტო. შენ სად დარჩი ამ დროს? სად დავრჩი და ამ დროს პატრიარქმა დაურეკა ერთ-ერთ ქალბატონს და იმას თხოვა, რომ მიექცია ჩემთვის ყურადღება, იმიტომ რომ ვიყავი ახალი შობილით, 2 თვის ბავშვით, არც სამსახური მქონდა, არანაირი დახმარება არ მქონდა და ამ ქალმა ანუ პატრიარქის კურთხევით მიქირავა სახლი. როგორ დაუფიქრებლად ხდებოდა არა მაშინ ოჯახის შექმნა, ხო? მე შემიყვარდა მაგალითად ჩემ პირველი ქმარი. ძალიან მიყვარდა და წლები გაშორებული ვიყავი, მაინც მიყვარდა, ხო? ანუ იმიტომ რომ პატარა ბავშვი ვიყავი, 19 წლის ვიყავი, რო გავთხოვდი, ანუ წელიწადი ვიცხოვრეთ ერთად, მეტი კი არა. ერთ რაღაცას ვიტყვი, ხე შეიძლება ბევრს არ მოეწონოს. აი საქართველოში არ იყო ის კულტურა, რომ ჯერ გეცხოვრათ ერთად და მერე შეუღლდეთ და რაღაცა. და ფაქტიურად ეხლა 19 წლის ვიყავი, ჰორმონები თავის ეშრებოდა, რო ხვდებოდით ერთმანეთს, ერთად ყოფნა გვინდოდა. და ერთად ყოფნის ანუ ვერ იქნებოდი ერთად, თუ არ დაიწერდი ჯვარს, ან არ გათხოვდებოდი ტრადიციულად. ან მე და ირაკლის მამას რო თქვა, გვეცხოვრა რა, ნუ ერთად ყოფილიყავით და რაღაცა, მე მაკაც არ გავთხოვდებ, არ გავყრებოდი ცოლა, არასდროს. იმიტომ რომ როგორც სადა დედამიწა ისე განსხვავდებით. ეხლა მე აქტიური, ენერგიული, ბევრ რაღაცა ყველგან მოდებული ვიყავი, უნივერსიტეტში თვითმმართველობაში ვიყავი, თან სწავლობდი, თან მუშაობდი. ის მოხევე, ჩუმი, დინჯი, სხვანაირი ტიპის რა მოკლედ და უბრალოდ მოხდა ისე რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს, სამწუხაროდ. და მე თანაცხოვრების დროს აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. მე ჩემ ქმართან არანაირი პრობლემები არ მქონდა. ეს დედამთილს პირველივე დღიდან არ უდოდი მოკლედ რა. ცისნავი რომ არ მომხდარიყო ეს ამბები, შენ ახლა აქ არ იქნებოდი. ხო, ნუ ეგეც მესმის თავისი. ხო, ხა მე ის სამწოს არასდროს არ ვნახავდი. ვერასდროს ერთ წარმოვიდგენდი თუ აქ ვიქნებოდი. კი, ყველა მართალი ხარ, მაგრამ თვეში ერთხელ მესიზმრება ეს აბსოლუტურად. აი, პატარა დადიოდა 1 წლისა უკვე ირაკლი და ნაბიჯებს ადგავდა, ვერ ლაპარაკობდა. ღო, ესე იძახდა. გრძნობდა ბავშვი რომ მე იმ საღამოს უნდა დამეტოვებინა და აი ესე მოდიოდა ხელგაშლილი. მეუბნეოდა, მეხვეწებოდა და არ წახვიდე დედაო. აი ეს კადრები მთელი ცხოვრება ვერ გავა ჩემი ცხოვრება, ჩემი სიზმრება. მე სიზმრება, ეს არის ჩემი ჯოჯოხეთი. მოლოდინი ისე რა გქონდა რომ არანაირი მოლოდინი არ მქონდა, ვიცოდი რომ მე მოსამსახურად უნდა მემუშავა, რომ მივდიოდი ანუ აეროპორტში და რომ მაცილებდნენ, ხო გამოვემშვიდობა ჩემს სოფელს მთლიანად და აი ესე კუთხეზე იყო მამა ჩემი იდგა კუთხეში. აი კედელზე მიყუდებული და პირველად დავინახე უსინათლო კაცი ცრემლები რო ჩამოსდიოდა თვალებიდან და ტიროდა და თქვითინებდა ესე ტიროდა აქეთ ვამშვიდებდი მაგრამ ჩემ გულში რა ხდებოდა იცი როგორ მეშინოდა სად მივდიოდი ვისთან მივდიოდი რა უნდა გამეკეთებინა აი ყველაზე რთული იტალიის ემიგრაციას რა ქონდა ცისნამი შენი გამოცდილებიდან შვილისგან შორს რო ხარ ეგ იყო რთული. ჩემი თავი გამოუწვრთნე, ანუ ბავშვი ვიქეცი უცებ დასრულ ქალად და აი კინის ქალად რა. აი ამ ტკივილებმა და მე ეს ტკივილები ავდექი და ამ ჩემს წერაში ხა უხეშად ვეტყვი ვანთხი ასე ვთქვათ. ჩემი ტკივილები I transformed in my writings. გადმოიტანე და შენ დღეს გაქვს რამდენი წიგნი? 3 წიგნი გაქვს. 3 წიგნის ავტორი ვარ. იხარია. პირველი იყო წითელთმიანი გოგონა. წითელთმიანი გოგონას დღიური. ხა. კი. და იქ მოვაქცია ჩემი იმიგრაციის ცხოვრების წლები, იტალიაში, ამერიკაში, წერილები, ჩემშვის მიუძღვენი ეგ წიგნი და წერილები, რომელსაც ირაკლის წერდი ყოველ დღე. ბავშვი იყო და ახლა ვერ წაიკითხავდა. აი ამ ხელა წერილები. როდესაც გაიზარდა და წაიკითხა ეს წერილი. არ წაუკითხია. დღემდე არ აქვს წაკითხა. არა. ირაკლი ცოტა ემოციური ბავშვია ეგეც და არა. აი რო წაიკითხავს, ალბათ მაშინ წაიკითხავს, როცა თავისი შვილი ეყოლა. იცი რა, ალბათ მზად უნდა იყოს, რომ წაიკითხავს. ჯერ პატარაა კაცო, მაგ ბავშვმაც რამდენი რამე გადაიტანა. აბა რა. დედისგან შორს, კაი რა. მაგარი ბიჭია თან, მადლობა უფალს, რომ ძალიან კარგი შვილია. ძალიან კარგი ბიჭია. მე მეშლება ხოლმე, თორე თვითონ არ ეშლება. მე მეშლება ხოლმე. მე არ ვიცი დედობა, მე არ ვიცი ურთიერთობა. სწავლობ რა პროცესში ვარ. ჩემ თავში რა ხდება ხოლმე, იცი, აურზაური ხდება, რომ
ანუ ნახე ეგრევე ვიღაც აქ ტვინში ლაპარაკობს ამბობს დედა მიგატოვა მე ხო იცი ნაშვილები ვართ ან მე ქმარმა მიგატოვა ყველა მიგატოვა რაღაცა და უიმე გიჟს გევარ ხოლმე და ერთი პერიოდი შვილიც იყო წასული ჩემგან და ანუ წარმოიდგინე და მე რო უკვე დაწყმარდება ორგანიზმი იცი ამდენს ვცდილობ რომ დავეხმაროთ ჩემ თავს რომ ეს ყველაფერი გავიდეს ჩემი ტვინიდან ცისნამი ფიქრობ რომ ემიგრაცია ზოგადად ემიგრანტებს რა ჭრილობებსაც გვაყენებს არასდროს არ შუშტება შუშო ტოვებ და წელებს რო კარგავ მარსთან ურთიერთობის ამას ვერაფერი ვერ აანაზღაურებს ვერც ვალენტინოს ფეხსაცმელი ვერც გაქედან გაგზავნილი დოლარები ვერც ვერაფერი მატერიალური ვერ აანაზღაურებს ანუ ეხა მე ვფიქრობ ირაკლის ჯერ ნათქვამი არა აქვს რა უნდა მე უკვე ვუმზადებ რომ აი მე რაც არ მქონდა მინდა რომ სულ ყველაფერი ქონდეს მაგას მაგრამ ანუ კი კაია მატერიალური რატომაც არა ეხა მაგრამ აი დაკარგვის ვერაფერი ვერ აანაზღაურებს ხო და გატეხილი ხიდია შვილებსა და მშობლებს შორის და რაც არ უნდა ეცადოთ მე მაგ ურთიერთობას ახლა მე აგერ ყველაფერს ვცდილობ რომ ჩემ შვილს შორის აღვადგინო ის ურთიერთობა ის დაკარგული წები მაგრამ არ ხდება ესე იგი ეს არის ჩემი საყვარელი კაფე სადაც დილობით მოვდივარ მივირთმევ ხოლმე ჩაი ლატეს ავას არ ავსებო რომ ჩაი ლატე ძალიან მიყვარს და გავსინჯოთ ცისნამის საყვარელი ჩაი მე გადავიხდი შენ არ გადაიხდი მე უნდა გადავიხადო და თან ამბავი უნდა მოგიყვე ჩემ TBC-ზე მაიცა გადავიხადე და მოგიყვე გაწმებული ხარ ჩემი სტუმარი ხარ ის სამთანში მე ვარ შენი სტუმარი მაგრამ მე TBC-ით უნდა გადავიხადო ანუ ქართული ბარათით ვიხდი ამერიკაში რატო გადაიხადე და მე არ გადამახტები მე რა ხდება კარგი მოგიყვები აბა საქართველოში თანხას ხომ გზავნი ხო მე იცი რომ შეგიძლია რომ შენს საკუთარ თავს თუ ხარ TBC-ის მომხმარებელი რომ გავგზავნო თანხა ანუ სხვის სახელ ხო ანუ სხვის სახელზე კი არ გააგზავნო შენ საკუთარ თავს შეგიძლია გავგზავნო ანუ მიმღებში ჩაწერ შენ სახელს და გვარს რატომ არის ხო კარგი ანუ შენივე ფინანსები შენვე შეგიძლია რომ აკონტროლო მაგალითად თუ კომუნალურები გაქვს გადასახდელი შეგიძლია გადაიხადო ანაბარს თუ აკეთებ თანხა დააგროვო შიდა გადარიცხვები გააკეთო და ამიტომ გადავიხადე ოკეი მოდი გავაგზავნოთ ინტერვიუ წავედით როდის მიიღე და რატომ ამერიკის ემიგრაციაში წამოსვლის გადაწყვეტილება იტალიიდან სულ ყოველთვის მინდოდა ამერიკაში წამოსვლა ანუ ხო იცი ყველას უნდა აქ ჩამოსვლა იმიტომ რომ იქიდან სხვანაირად ჩანს რომ აი მაგარი ქვეყანა და ასე შემდეგ მე ვფიქრობდი რაც მალე დავაგროვებდი თანხას რაც მალე შევიძენდი საქართველოში უძრავ ქონებას რომ დაუბრუნებულიყავი და იტალიაში იტალიური ხელფასით მაგას ვერ მიაღწევდი გავაკეთე ის რომ შავი კარკასი ვიყიდე პირველი ბინა იტალიური ხელფასით დანგრეული დამჯღრეული მაგრამ ხო უნდა გამეკეთებინა ანუ და ამერიკა მომცეს საშუალება იმისა, იმიტომ რომ ახლა ნახე ცხოვრება ხო არის იტალიაში ყოველთვე გიხდიან ხელფასს და ამერიკაში ყოველ კვირა იღებ ხელფასს და ძალიან კარგი იყო, ანუ მაგ ხრივ რა, მაგიტო რომ უფრო მეტი ფული დამეგროვებინა. შენი პირველი სამსახური ამერიკაში. ამ ქვეყანაში ვერ დაიწყებ ღირსშესანიშნავ ადგილზე მუშაობას. იწყებ მუშაობას როგორც ყველა ახალი ჩამოსული. და უკვე მე თან მაგარი პრაქტიკა მქონდა იტალიაში მიღებული ბებიასთან მუშაობები და მე ძალიან იღბლიანი ვარ, ძალიან კარგი ხალხი მხვდებოდა, ანუ სულ ფულიანი ხალხი მხვდებოდა და არაფერი დიდი მოსავლელი რო არაფერი არ ჭირდებოდა და მოკეთ მადლობელი ვარ ამერიკის. ხალხს გონია რომ მე რაც მაქვს, ჩემი ქმრისგან მაგ აბა კი, ჩემი მუხჩა უხრელის შრომით ამაკ ყველაფერი საქართველოში. ჩემმა შრომა მიყიდა ყველაფერი. აბა რა. და ისე ჩემო ქმარ არც იცის რომ აქვს და არც უნდა იცოდეს, რატო უნდა იცოდეს. შენი ქმრის ფული, ჩემი ქმრის ფულიც ჩემია და ჩემი ფულიც ჩემია. სანამ შემოიჭრებოდა შენი მეუღლე შენ ცხოვრებაში. ნახე, ამბობ რომ ანუ დააგროვე ის ქონება რაც გინდოდა რომ ქონოდა, მაგრამ მაინც ვერ ბრუნდებოდი. რატო? ხაბარგებული მქონდა ჩემოდები რომ საქართველოში უნდა წავსულიყავი და ალექსანდრემ გადამაწყვეტინა აქ დარჩენა. მითხრა რომ იმიტომ რომ უკვე ისეთ სიტუაცია იყო რომ საბუთები დავიწყე და არ გამოდიოდა, გაიგე და მოკეთ მივდიოდი საქართველოში, მაგრამ თვითონ მითხრა რომ ვერსად ვერ წახვალ, იმიტომ რომ დედა ჩემს ჭირდები, მე მჭირდებიო და დავრჩი. ისე მიდიოდი რომ საბუთები არ გქონდა და ვინმე წასულიყავი და ვეღარ დაბრუნდებოდი. კი. კი. და ამ დროს ჩდება ალექსანდრა შენს ცხოვრებაში. ხო, აი წარმოიდგინე ყველა ფერი რო გადაწურული გაქვს იმედი და რო ფიქრობ რომ არაფერი აღარ გამოვა ამ ქვეყანაში საბუთებს ვეღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე რაც ქონდა დაწყებული кейსი არ გამოვიდა და
მოკლედ ზუსტად მაგ დროს არ ვიცი ღმერთმა გამოგზავნა თუ რა, მართლა ესე ციდან ჩამოვარდა ალექსანდრე. ყველაფერი გააკეთა ამ ადამიანმა, რომ მე გამختარიყავი ამერიკის მოქალაქე. როგორ გაიცანი? ჩვენი ურთიერთობა დაიწყო იმით, რომ მე უნდა მქონოდა საბუთები. ანუ ჩვენ მე პირადად ისიც არ ვიცოდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ მე ოდესმე ახლა უკვე 9 წელია ქორწინებაში ვარ, წარმოვიდგინე 9 წელი როგორ გაფრინდა. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასაკით უფროს კაცთან ერთად ვიქნებოდი მე. იმიტომ რომ ეხლა მაინც ქართველი რო ვარ, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, თავიდან 2 წელი ვმალავდი ალექსანდრეს, იმიტომ რომ ცხვენო და არც შემა მეგობარმა არ იცოდა, რომ გაეთხოვილი ვიყავი, იმიტომ რომ მე თვითონ ცხვენოდა, რომ ეხლა როგორი ახალგაზრდა გოგოა რაღაც და ეხლა მაინც ასაკით უფროსი რო იყო ჩემთან ერთად, მაგრამ მე უკვე შევეგუე. მან ეს იცოდა, როგორ ცხვენოდა? არ ვიცი, თვითონ არასდროს არ მithქვენ. შენ არ გითქვა. ანუ იმის ცხვენოდა, რომ ასაკით უფროს კაცს რო გავყევი ცოლად. მაგის ცხვენოდა, რა სჭირს სასირცხვილო ხა ჩემ ქვას. რას ვეღირსე? მე ხო ხდე. სადღაც სულ მეცინება ხოლმე ჩემ თავზე. ესე იგი ვიზდებოდი კახეთში, ერთ პატარა სოფელში და ანუ ჩემი სახლის უკან მოდიოდა ხევი, ანუ ხევის უბანში გასდილი ცისნავი. მადლობა უფალს, დღესდღეობით. სად ვართ? ამიგიანსეჩი და სტუმრად. ხო, ნუ ანუ რა. ეხა ჩემ კამარს რაც აკვაფე ჩემია. ჩემაც თუ ჩემი არ არის, მაგრამ ჩემი სახლია. ეხა იცი როგორ ვარ დამოკიდებული ალექსანდრეზე ემოციურად. მატერიალურად იმდენად არა როგორც ემოციურად. ანუ ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩემი ყველაფერია. ვერ ვიძინებ თუ ალექსანდრე გვერდზე არ მიწევს. რა დადებითი თვისებები და მხარეები აქვს ამას, როდესაც მამაკაცი არის ქალზე უფროსი? ასაკენ კაცთან ერთად ცხოვრობ, უფრო მეც სწავლობ მაგალითად. უფრო მეც იგებ და მუდმივად დაცული ხარ, ანუ სულ ფიქრობ, რომ აი ჩემთვის მე ხა მამა 20 წლის ვიყავი რომ დამეღუპა ჩემთვის ალექსანდრე ჩემი ქმარიც არის ჩემი შეყვარებული ჩემი ბოიფრენდი ჩემი ჩემთვის ყველაფერია ის მამობაც და ის შობლიური სითბოც კი მომცა რაც მეკლდა მაგალითად კაი ადამიანია რა რა გასწავლა მან ყველაზე ფასეული სისი calm down right now აი გასწავლა რომ დააწყნარდი დამშვიდდი ნუ ხარ სულ გაგიჟებულიო გეგონა რომ ვინმე აი ესე დაგსვამდა გეგონა კი როგორ არ მეგონა აბას ყოველთვის მაჭარი ხო დაღვინდება მაშინ როდესაც ჯიუტად გჯერა საკუთარი თავის აუცილებლად მიაღწევ შენს მიზანს ცისნამის ემიგრაციის ისტორია დაიწყო ბურუსით მოცული გზით რომელმაც ის ჩამოიყვანა ჰემპტონებზე სადაც თავისი ამერიკული ოცნებით აგრძელებს ცხოვრებას გადავიდეთ შენს დღევანდელ დღეზე. რა ხდება ახლა შენს ცხოვრებაში? ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი ხდება. თუ თვალი არ მეცეს. ჩემი კარიერაც ნელ-ნელა დაიქოქა ამერიკაში, ანუ ზუსტად ის რაც მე მინდოდა. ესე იგი, თუ გახსოვს მე 2 წიგნის ავტორი ვარ საქართველოში. მახსოვს აგე. და სახშიც მაქვს მე წითელთმიანი გოგონა. რა მაგარი გოგო ხარ, მადლობა. ეხა გამოვეცი მესამე წიგნი. მინდა ყველა ამერიკას coffee table-ზე ედოს რა, როგორც ჟურნალი. ეს არის საქართველოზე წიგნი, საქართველოს პოლიტიკური ეკონომიური განვითარება საბჭოთა კავშირის მერი. შენი ცხოვრება რომ ფილმი იყოს. რა ჟანრის იქნებოდა ეს და რას დაარქმევდი? ალბათ დრამა იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან დრამაა from the beginning და ახლა როგორია დედა შვილს ტოვებს ანუ მე თან რო იგებ შენ რო ნაშვილები ხარ ხო მე თან გაჭირებაში გაიზარდე ორმაუსინათლომ გაგზარდა მე ბავშვის დატოვება გიწევს მე მიდიხარ უცხო ქვეყანაში წვალობ მოსამსახურებთ მუშაობ ანუ დრამაა მაგრამ ბოლო მაინც სიკეთისაა ფილმი ვახსენეთ ხო და ჩემი გადაცემის მეგობარი კომპანია არის კავეა პლუსი ოი რა მაგარია კავეა პლუსი რა ესამსახურება ახლა რომ ფილმებს იღებენ კი რა თქმა უნდა და ემიგრანტებს შეუძლიათ რომ კავეა პლუსზე უყურონ ყველაფერს რაც არის ქართული მათ შორის ქართულ ახალ სერიალებს ახალ ფილმებს ძველ ფილმებს პოდკასტებს ჩვენს ინტერვიუსაც სხვათა შორის შეძლებ რომ კავეაზე ნახო და მოკლედ შეგიძლია შენს ოჯახთან ერთად ტელევიზორში ჩვეულებრივად ჩართო ეს არის კოდი და 1 წლიანი უფასო აბონემენტი გაქვს გაჩუქე? უი, რა მაგარი გოგო ხარ და მე ეს არის კოდი. მეცადა? მადლობა, დიდი მადლობა.
ამათ შეუძლიათ კინო გადაიღონ თან? კი, კინოს იღებენ. კინოებს იღებენ. შეგიძლია შეხვიდე და დაუკავშირდე და უთხრა რომ თქვა ჩემი ისტორიაზე რომ ფილმი გადაიღო. შეგვიძლია, კავია? მაინტერესებს რა დაჯდება. აი ფინანსები არ ვიცი, მაგრამ შეუძლიათ რა თქმა უნდა, ანუ ქართულ ფილმებსაც იღებენ და სერიალებსაც და ყველაფერს აბსოლუტურად. ვინ არიან, ვინ ტიპები არიან, არ ვიცნობ ნეტა. ხო, და აი შედი კავია, პრესა და ყველაფერს. გავარკვევ აუცილებლად. მადლობა დიდი. რისი მადლობა. რას ნიშნავს გადმოხვიდე ამერიკაში საცხოვრებლად და დაიწყო ცხოვრება სულ თავიდან, თან შენს ასაკში? მეგობრების გაჩენა ნამდვილად არ გამიჭირა თან კალაბურთის გუნდშიც და სკოლაში ისეთი ის არის რომ ურთიერთობები ადვილად ჩამომიყალიბდა ყველასთან. პირველი შენი ემოცია, როდესაც ჩამოხვედი და დედას შეხვდი? აი ნამდვილად გამიხარდა დედა ჩემი ნახე არ ყავდა წლებია. 7 წელი. როგორი წარმოდგენაც გქონდა მაშინ დედაზე, რომ ჩამოხვედი ის დაგხვდა? რო თქვა რომ წარმოდგენა მქონდაო არ იქნება სწორი. რო ჩამოვედი და უკვე ურთიერთობა დავიწყეთ ასე ვთქვათ, როგორც დედაშვილი, გავიცანით ასე ვთქვათ ერთმანეთი და ეგ იყო დიდი ემოცია. ემიგრანტის შვილები, ვინც ვართ? შენი აზრით, ან თუნდაც შენი გამოცდილებით, ჩვენს მშობლებზე ბრაზდებით, ანუ იმიტომ რომ წავიდნენ და დაგვტოვეს. შეიძლება ზოგი გაბრაზდეს, შეიძლება ზოგმა თქვას რომ რატო მოხდა ესე, მაგრამ ნუ რა მე კარხელებში ვიყავი. დარჩენილი საქართველოში, რებია ჩემმა პაპაჩემმა რაც საჭირო იყო მასწავლეს. ვაკესა და საბურთალოს შორის თბილისის ცენტრში იქმნება სრულიად ახალი სივრცე, თბილისის აკრები. პირველი თვითმყოფადი უბანი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია. მინი მოლი, რითეილ პლაზა, ფიტნესი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, სკეით პარკი, აუზი, სპორტული მოედანი, პადელის კორტი, რესტორნები, ბარები, საბავშვო გასართობის სივრცეები, მოსასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე და სალაშქრო ზონები. თბილისის აკრები არის ცხოვრების ახალი სტანდარტი. გადმოვედით ჩვენი ინტერვიუს ბოლო ნაწილზე და მაქვს რამდენიმე კითხვა, რომელსაც ყველა ჩემს რესპონდენტს ვეკითხები ხოლმე. სისტემი, კითხვის წინადადებას და დაასრულე. სამშობლო შენთვის? ყველაფერია. ყველაფერი. ძალიან მიყვარს საქართველო. სიყვარული, ღმერთი, რავი, ძალიან გიждები იქაურობაზე. შორს კი ვარ, მაგრამ მთელი გული, სული იქ ამაკ დატოვებული. 24 საათი ჩართული ვარ Facebook-ზე, რა ხდება იქ. კახეთშიც დედაჩემს თუ ველაპარაკები ყოველ დღე და ყველაფერია, რა ვიცი. ძალიან ფთამუტეხილები ვართ აქ რა. ფიქრობ რომ მოდესმე დაბრუნდები საცხოვრებლად? ბოლოს ჩემი სიბერე და გარდაცვალება იქ იქნება. აქ არ დავბერდებიან. ალექსანდრე ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და რამდენი ხანი ციცოცხლებს პატივს მივაგებ ამ კაცს გემრიელად მოუვული გვერდში დაუდგები და როცა გარდაიცვლება დავბრუნდები საქართველოში და ვიცხოვრობ იქ. სად არის შენი სახლი? რა მაგარი კითხვაა. ნაშვილები რო ვარ, სულ ფიქრობ ხოლმე ვის ვეკუთვნი, რას ვეკუთვნი. მე თვითონ ვერ ვიგებ ხოლმე, ანუ სად არის ჩემი ფუძე. სახლი ხო იქ არის, სადაც ჩემი ფუძეა. ამ ეტაპზე ჩემი სახლი ამიგიანსეთშია, აქ სადაც ვართ. და ისე ბოლო ჩემი სახლი ბაჩნაძიანი იქნება, სადაც გავიზარდე. იქ მოკავშირებს ყველა მიყვარს იქ და ეგ იქნება. მაგრამ ახლა ეს არის ჩემი სახლი. ჩემი გადაცემის წარმდგენია თბილისის აკრები. ეს არის პირველი თვითმყოფადი უბანი თბილისში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა მინი მოლი, ანუ რითეილ პლაზა, სკეით პარკი, აუზი, სპორტული მოედანი, პადელის კორტი, პარკი, იოგას სივრცე, რესტორნები, ბარები, საბავშვო გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე და სალაშქრო ზონები. თბილისის აკრებში ყველაფერი, რაც საჭიროა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, ფეხით სავალ მანძილზე გვაქვს. თბილისის აკრები მდებარეობს ორ ყველაზე მოთხოვნად ადგილას თბილისში. ვაკესა და საბურთალოს შორის ნაფეტროებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან 2 წუთის სავალზე. თბილისის აკრები ეს არის ახალი უბანი თბილისში, რომელიც ასე ძალიან გვჭირდებოდა. ემიგრანტებს ზოგადად
ხშირად აქვთ გაორება რა. აქ ცხოვრობენ, ახლა ესეც შენ ამბობ, აქ ცხოვრობენ, თავიანთი ფიქრები და მიზნები არის საქართველოში. შენი აზრით ეს გაორება ოდესმე სრულდება? არ მგონია. იმიტომ რომ როგორც გითხარი, ანუ ჩვენი სხეულის რაღაც ნაწილები იქ არის. ანუ აქ ცარიელი სხეულები ვართ, იმიტომ რომ გონება იქ არის, გული იქ არის, იქ ვართ მაინც რა. არ სრულდება ეს გაორება. რაც არ უნდა კომფორტულად ვიცხოვროთ უცხო მიწაზე. ხა მე ხო არაფერი არ მაკლია რა, სახლი, მაკარი, მაქვს ფუფუნება, ყველანაირი ფუფუნების საგნები, ადამიანს რაც სჭირდება რომ თავი კარგად იგრძნოს, მაგრამ რომ მკითხე ხა მე კარგად ვარ? მაინც გეტყვი რომ არა, რა მაკლია? სამშობლო და ჩემი ბავშვობის მეგობრები და ჩემი ურთიერთობები იმ ხალხთან. რაც არ უნდა ძვირფასი ამერიკელი მეგობარი ყავდეს, ისე გემრიელად რომ დაჯდები, ვერც პურს შეჭამ ამათთან, ვერც ვერაც შენ გემოზე ვერაფერს გააგებინებ. გაკლია ეგ ყველაფერი ადამიანს. ანუ იმიტომ არის რომ სულ ვცდილობ რომ გავიქცე ხოლმე იქ, რომ იქ თუნდაც ერთი თვე, ორი თვე ავინაზღაურო ეს დანაკლისი. ანუ მატერიალი დოვლათი კარგია, მაგრამ ის სულიერი მდგომარეობა უფრო უკეთესია, იმიტომ რომ ის გვჭირდება. იმიტომაც არის რომ წინ და უკან დარბიან ემიგრანტები, ვისაც საშუალება არ აქვს და ვისაც არ შეუძლია წასვლა, ძალიან რთულია. შენ თვითონ ემიგრანტი ხარ და ემიგრაციის გზას მაინც აღწერ, ისე რომ მაინც საქართველოში გინდა რომ დაბრუნდე. რატომ გინდოდა რომ ირაკლიც აქ ყოფილიყო? ანუ ისიც ემიგრანტი ყოფილიყო? პირველ რიგში, იმიტომ რომ ირაკლის კალათბურთი უყვარს ძალიან, მისი ცხოვრება კალათბურთი 5 წლის იყო, რომ კალათბურთზე მივიდა ზაზაფაჩულიას აკადემიაში, რომ გაიხსნა აკადემია, პირველი ბავშვი იყო ირაკლი, ვინც ჩაეწერა. 5 წლის იყო. და ეხლა კალათბურთისთვის აქ უფრო მეტი შანსებია და ძალიან კარგია. ძალიან კარგია, რომ აქაც რო ყავს მეგობრები, ეხლა თან გერლფრენდი ამ წრეშიც რო ტრიალებს, აი ნახე კიდე ერთ რაღაცას აღნიშნავ. აი ხა ჩვენ სადაც ცხოვრობთ ამ წრემ მე თითქმის არ მიმიღო, იმიტომ რომ მაინც ხა ჩემი ისტორია ესეთი იყო, ანუ ხო ხვდები, პირველი რა, მაგრამ ჩემი შვილი მიიღეს კარგად, ანუ და კარგად გრძნობს თავს და საერთოდ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ნეტვორკები, ურთიერთობები, კონექშენები. ძალიან მაგარ ხალხთან ტრიალებს ირაკლი და იმედია სწორად გამოიყენებს ამ ყველაფერს რა, ანუ ხო ხვდები. რატომ არ მიგიღო ისე შენ? რა ვიცი კაცო ახლა, იმიტომ არ მიმიღეს რომ მე ხო ახლა ისე მუშაობდი როგორც არ ვიყავი ამათი წრის წარმომადგენელი. ხა მეც რო ამათნაირად შთამომავლობის ფული მქონდეს და ტრასტ-ფანდები და ძლიერი ოჯახი რომ მყავდეს, როგორ არ მიმიღებდნენ. ახლა მე რო უცებ ვიშოვა აქ მილიონები და რაღაცა, მაინც არ მიგიღებენ, ანუ ნიუმანი მაინც სხვა რაღაცა. რა ვიცი, ეგეთი თავიანთი წესები აქვთ და მაგიტო თორე ხა აი ხა დედამ არ მიმიღო და ამ საზოგადოებამ თუ არ მიმიღოს რა მაგაზე ვინ ელუიულებ. აი თავარია ჩემ ქვარს უყურებთ, შევაქორ არ მიმიღე. აბარა. That's it. რა ეთყოდი ადამიანებს, რომლებიც დგანან გზის დასაწყისში და ეშინიათ პირველი ნაბიჯების გადადგმის? ვაუ. რა ვიცი, პირველ რიგში ვეტყოდი რომ არ დატოვოთ საქართველოს, მაგრამ სხვა გზა თუ არა აქვთ და უნდა წამოვიდნენ და ემიგრანტი გახდნენ, ყველაფრისთვის იყავით მზად. მზად იყავით იმისთვის, რომ აღმოჩნდებით მარტო. მზად იყავით იმისთვის, რომ სამსახურს უცებვე ვერ იშოვით, იმიტომ რომ ძალიან ჭირს და გაჭირდა ახლა სამსახურების შოვნა, ყველა ტირის, მოკლედ საბუთიანებსაც და ენაც რო კარგად იციან და ყველაფერი რო აქვთ, იმათ უჭირთ სამსახურის შოვნა. მზად იყავით იმისთვის, რომ ისე არ არის როგორც შორიდან გვეჩვენება, ანუ ამერიკული ოცნება ეგრე უცებ არ ხდება, ანუ ჩემი ამერიკული ოცნებაც პროცესია, ანუ ჩემი ოცნება ის არ იყო, რომ ამერიკაზე გავთხოვილიყავი და ჰემპტონებში მეცხოვრე, ჩემი ოცნება, ჩემი კარიერა იყო, იმიტომ რომ წარმატებული. ნელა პროცესია, ეს არ არის უცებ რო ახლა. ნახოთ, აბა თუ ერთ დღეს მივაღწეინდეს, რომ ჩემი ისტორია Netflix მივყიდე, ეგ იქნება მე ვიტყვი, რომ I did my way. აუ, გამოგივა და წარმატებები და მადლობა ინტერვიუსთვის. გამოგვევიდა ჩარტი. ჩავარტყო და კარგ ჩაგეხუტებ. მადლობა მასპინძლობისთვის და თან ჩემი სტუმარი რომ იყავი. გაიხარე, მადლობა რომ ამ ხელა გზაზე ჩამოხვედი. ნიუ-იორკი შენთვის აი როცა მოწყენილი ვარ, არის პერიოდები რომ მოწყენილი ვარ. არ არსებობს გავიარო ნიუ-იორკის ქუჩებში და კარგად არ გავხდე. თერაპიაა ნიუ-იორკი ჩემთვის. რას ნანობ შენი ემიგრაციის გზაზე? რას ვნანობ? ჩემი შვილის დატოვებას ნანობ. სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ მაინც ძალიან ვნანობ. წვადი თუ სტეიკი? წვადი, ქალო, კახელი ვარ, აი სტეიკი არის კიდე. კახეთში ვარ გაზდილი. რა ჯობია ახლა შამპურზე რაც უწვად. დიდუ, მამა, მე ანერწყი მომდგა. გაიხსენე პირველი კულტურული შოკი, რაც ამერიკაში გადმოხვედი საცხოვრებლად.
აი დედასთან რომ მივიდეს სტუმრად შვილი და რო ურეკავენ რომ მოვიდე დედაო. აი მეთმა იმაში მართლა ყავყზე დამიდგა. რას ქვია დედაჩემთან სახლში მისასვლელად დედაჩემს უნდა დაურეკო მოვიდე მეთქი? Oh my god. ეგ იყო კულტურული შოკი. ქართველი მეგობრები თუ ამერიკელი მეგობრები? რა ის ამერიკელები, სადიციან ამერიკელებმა ურთიერთობა და მეგობრობა? საქართველო თუ ამერიკა? საქართველო ურთიერთობებისთვის, კაი დროის ტარებისთვის, კაი გართობისთვის, კარგად ყოფნისთვის. ამერიკა ფული შოვნისთვის. That's the way it is. საქართველოს მოქალაქეობა თუ ამერიკის მოქალაქეობა? ორივე. ამერიკას რო ეთქვა რომ მე თუ მოქალაქეობას არ მოგცემ, თუ საქართველოს მოქალაქეობას არ დაკარგავ, აი შუა ხელს ვაჩვენებდი ასე. ჰემპტონებზე ცხოვრება თუ მანჰეტენზე ცხოვრება? ჰემპტონებზე, იმიტომ რომ სოფელი ძალიან მიყვარს და ოკეანე მიყვარს, ტყე მიყვარს. ახლა მე როგორც გითხარით, ხევში ვარ გაზრდილი და აგერ სუტყეალი და ხევია. რა უცნაურია, ემიგრაციის დასაწყისში რამდენი კითხვა გვაქვს ადამიანებს. ნეტო სად ვიქნები წლების შემდეგ? რას გავაკეთებ? ან როდის დავბრუნდები საქართველოში? დავბრუნდები კი საერთოდ? თავში გამუდმებით ტრიალებს კითხვები, რომელზეც პასუხები არ გვაქვს. ეს იყო ისტორია ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი და მისი შვილის სახლი კვლავ გაერთიანებულიყო. ეპოვა საერთო ენა შვილთან, რომელსაც ბევრი წელი აშორებდა. ყველა ემიგრანტის გზა უნიკალურია სავსე ბრძოლით, არჩევანით და იმედით. თუ შენც გაქვს სათქმელი, თუ გინდა რომ შენი ხმა და ისტორია სამშობლოში გაიგონ და დარჩეს ემიგრაციის მემატიანეს, შეგიძლია მოგწერო. შემდეგ შეიძლება იყოს შენ.